დიდება და მადლობა უფალს, მადლობა ღმერთს დღევანდელი მსახურებისთვის. ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ერთობლივი ღვთის მსახურება და ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ჩვენი ვედრება. მოგლეთ მოგვიახლოვდა მარხვა ჩემო წვირვასებო. მარხვა, რომელი მარხვაც ნებისმიერი მართლმადებელი ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარხვა სინანულისა, მარხვა სულიერი განწმენდისა და მარხვა რა თქმა უნდა სულიერი ამაღლებისა. მარხვის პერიოდი არის განსაკუთრებულად კარგი დრო იმისათვის, რომ ჩვენ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ ჩვენი პიროვნება. იმისათვის, რომ უკეთ შევიცნოთ ჩვენი თავი და დავინახოთ ჩვენ თავში არსებული ცოდვები და მხოლოდ დანახვა არაფერს არ გვიშველის და არაფერს არ მოგცემს. თუ არ დაუწყეთ, რა თქმა უნდა, ამ ცოდვის მიდრეკილებებს ბრძოლა. სწორედ ეს მარხვა არის მომზადება დიდი სიხარულისთვის, რომელ სიხარულსაც ქრისტეს აღდგომა ქვია. დღევანდელი დღე რაღაცნაირად განსაკუთრებული არის თავისი არსით და თავისი მნიშვნელობით, თავისი სულიერი ძალებით, ასე რომ ვთქვათ. დღევანდელი დღე იწოდება ჩემო ძვირფასებო მიტევების კვირად. სწორედ დღევანდელი დღე არის ნებისმიერი ჩვენთაგანის განწმენდისა და სულიერი კურნებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოდიოდეს ოღონდ გულით. არა დაუშვათ ვალდებულების გამო, არამედ შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე. ერთის ხვირი ვთქვათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანისთვის ყოველი დღე და ყოველი წამი არის მიტევებისთვის, შენდობისთვის, მაგრამ დღევანდელი დღე რაღაც განსაკუთრებულია და ძალიან დიდი ძალა აქვს, როგორც გითხარით. სწორედ ამიტომ დაამტკიცა დედა ეკლესია დღევანდელი დღე, შენდობის დღედ. ჩვენ აგერ დღესაც მსახურების დროს, ღვთის მსახურების დროს ერთად ვთქვით, მამაო ჩვენო. ამას ყოველდღე ვკითხულობთ სახლში, ყოველ დღე ვამბობთ მამაო ჩვენოს. და მომიტევენ ჩვენი თანამდებნი, ჩვენ ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ხშირად გვაქვს საუბარი სწორედ ამაზე, რომ ფაქტიურად ჩვენი გადარჩენა დამოკიდებული ჩვენზეა. დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად გვაქვს უნარი პატიების და რამდენად გვაქვს უნარი შენდობის. სწორედ ამას თხოვთ მამაო ჩვენოში უფალს, რომ მოგვიტევოს ჩვენი თანამდებები, როგორც ჩვენ მიუტევებთ თანამდებებს ჩვენს მოყვარეებს. და შემდგომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს კითხვა, კი, მაგრამ ვის რა უნდა შეუნდოთ, ვის რა უნდა ვაპატიოთ, ან რა უნდა გვაპატიონ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს უნდა მიუტევოთ ყველაფერი. თუ კი რამე წყენა გვაქვს, გულში ჩაიხედეთ რა. ძალიან გთხოვთ. გულში ჩაიხედეთ და მაშინვე იპოვნით პასუხს. თუ ვის როგორ უნდა აპატიოთ. და აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ აგერ მტყუანია და მე ხო ვპატიო, არა. აქ უმთავრესი ის არის, რომ შეიძლება შენ იყო მართალი და ის იყოს მტყუანი და შენდობა შენ უნდა ითხოვ. ეს არის დედა ეკლესიის სწავლება ჩემო ძვირფასებო. ეს არის მართლმადიდებლობა, სხვა სწავლება შენდობაზე დედა ეკლესიას არ აქვს. მართლმადიდებელი ყველა ასეთი უნდა იყოს. არ უნდა უყურებდეს ვის, როგორ, ვინ სოდა, ვინ არ სოდა, მართალია თუ მტყუანია. განურჩევლოთ ამის. ყველას შენდობას უნდა სთხოვდეს. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ეს თქვათ ესეთი მარტივი არ არის, როგორც ითქმება. ძალიან რთულია შენდობას თხოვ ისეთ ადამიანს, რომელი ადამიანთანაც ამას უფლის თვალსაზრისით მტყუანია შენთან და შენ ხარ მართალი. იმიტომ რომ ეს გაჩნდება კითხვა, რომ როგორ ხლა იმან რაღაცა დააშავა და მე როგორ მივიდე და პატიება როგორ თხოვო. უნდა სთხოვო. ნამდვილად უნდა სთხოვო. ეს არის ქრისტიანობა. ეს არის სიყვარული. ქრისტეს მიერი სიყვარული ეს არის. რთულია, მაგრამ შეუძლებელი
ნამდვილად არ არის. აქ უკვე თქვენ თავში უნდა ნახოთ აი ეს ძალები, რომელიც ძალებითაც თქვენში სიყვარული გაიმარჯვებს. ჯერ უმთავრესად უფლის სიყვარული და მორჩილება, შემდგომ კი მოყვასის სიყვარული. და არ დაიწყებ აი ესეთ შემთხვევაში ძებნას შენთან როგორ არის მართალია თუ უანია. ეს არის სულგრძელება ადამიანისა და თავმდაბლობა, სხვა არაფერი არ არის ჩემს. სწორედ აი ამას გვავალებს დღეს უფალი და სწორედ აი ამას გვასწავლის დღეს. აგერ როგორც თქვით, წეგანაც აღვნიშნეთ, რომ ახსნათ გამორჩეულია დღევანდელი დღე და იწოდება შენდობის კვირად. დღეს ჩვენ ყველამ ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და შემდგომ რომ წავალთ ეკლესიიდან, ვინც ყავს ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ამას არანაირად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც აღვნიშნე, მართალი ხარ თუ მტყუანი ხარ, არც ამას არ აქვს მნიშვნელობა. უნდა მიხვიდეთ შენდობა უნდა ვთხოვოთ. მით უმეტეს პატარებს მივმართავ. მშობლებთან მიდით აუცილებლად და შენდობას თხოვეთ თქვენს მშობლებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ალბათ გულს დგენთ ხოლმე. და არა მხოლოდ პატარებმა, ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ, საკუთარ სულში ჩავიხედოთ ყველამ და დამიჯერეთ რა, დავინახავთ ჩვენს მდგომარეობას, ჩვენ სულიერ მდგომარეობას, თუ რა გვიჭირს, რა გვილხინს, ვისთან ავართ მისასვლელები და დავინახავთ იმას და უფრო სწორედ უნდა ვხედავდეთ იმას მთელი ამდენი ხის განმავლობაში, რომ ჩვენი საზრისი უნდა იყოს ქრისტე და ქრისტეს სიყვარული. როგორც დღეს აგერ სახარებაში აღმოვიკითხეთ, სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენია. აბა ამაზეც დავფიქრდეთ. კიდევ გაგიმეორებთ. სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი. და ჩვენ მოვდივართ აქ მსახურებაზე და ვიცახით რომ მოვდივართ მთელი გულით, მთელი სიყვარულით. და ამ დროს შეიძლება აქ ადამიანი იდგეს და სხვაგან კონდეს ფიქრები. აი ეს ფიქრები არის საუნჯე. რასაც შენ წინა პლანზე აყენებ, ეგ არის შენი საუნჯე. მეტაკლებად, როდესაც აქ ხარ ხო, შენი თავი უნდა აიძულო, რომ მონაწილეობა ღვთისმსახურებაში მიიღო. თუ არ აიძულებ, აზრი არა აქვს, აქ იდგები, უბრალოდ ფორმალურად იდგები, მაგრამ აქ არ იქნები, ნამდვილად არ იქნები. აი ეს ყველამ ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ, არა მხოლოდ დღეს, ყოველ დღეს უნდა უმეოროთ ჩვენ თავს. რომ სად არის შენი საუნჯე და დავინახოთ ჩვენი გული, იქ არის თუ არ არის. ასე რომ გახსოვდეთ რა ჩემო ძვირფასო, ერთადერთი გზა გადარჩენისა, ერთადერთი გზა არის უფალი და არის და ეკლესია. ამასთან ერთად მარხვა მოგვიახლოვდა, მოვიდა, აქტიურად ხვალიდან უკვე დიდი მარხვა იწყება. უნდა ვიფიქროთ ჩვენ აუცილებლად, რომ შეცდომები, ჩვენში არსებული ცოდვითი მიდრეკილებები უნდა გამოვასწოროთ. და წეღანას თქვი, მხოლოდ დანახვა, აი საკუთარი რაღაცა უძლურებისა, ცოდვითი მიდრეკილებისა არაფერს არ მოგიტანს, თუ შენ არ ებრძოლე. მარხვა მოგვივიდა და ახასნაირად, ყველანაირად უნდა გამოვიყენოთ მთელი ჩვენი ძალები, ფიზიკური თუ სულიერი ძალები და დავინახოთ ჩვენი თავი სხვანაირად რა. ძალიან ღრმად ჩავიხედოთ გულში. იმიტომ რომ ადამიანი იმდენად მზაკვარია, შეიძლება საკუთარი თავიც კი მოატყუოს. ნებისმიერი ცოდვას შეიძლება გამართლებაც კი მოუძებნოს. ესეთი მზაკვრობა შეუძლია ადამიანს. მაგრამ აი ძალიან ღრმად ჩავიხედოთ გულში, რომ დავინახოთ ვინა ვართ, რეები ვართ. თუ კი დაინახავ შენ თავს და შენს პიროვნებას, დამიჯერე რა, შენდობის თქმაც აღარ იქნება ძნელი. იმიტომ რომ ვერ დაინახავ შენ თავს ვინმეზე უპირატესად და ვინმეზე კარგად. შენ თავს დაინახავ ყველაზე ცუდ ადამიანად, რომელიც ცუდი ადამიანიც ვალდებული ხარ, რომ შენდობა ითხოვო შენს ირგვლივ ყველა ადამიანისაგან. როგორც გითხარით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად
სხვანაირია. არა მხოლოდ მრევლისთვის, არამედ ყველა სასულიერო პირისთვისაც კი. ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც ამბიონზე გამოდის და გადაგებს და საუბრობს, სწორედ თავისი გადასახედიდან საუბრობს, რასაც თავის თავში ხედავს, აი იმას ეუბნება მრევლსაც. აქედან გამომდინარე, თუ კი რამეს გეუბნებით ხოლმე, თუ კი რამეს გმოზღვრავთ, თუ კი შენი შვნებს გაძლევთ, ამას ჩემი თავიდან გამომდინარე გავძლევთ, იმიტომ რომ არ არსებობს ცოდვა, არ არსებობს ცოდვითი მიდრეკილებები, რომელიც ჩემს გონებაში არ გაუვლია, ან ქმედებაში თუნდაც. არ გათიცით თქვენ, რომ სულ რამოდენიმე წელია, რაც დამადგენდა უფალმა თქვენთან, თქვენს გვერდით. ალბათ რა ვიცი, ბევრისთვისაც გულის მიტკენინებია. ალბათ ბევრთან ცოტა ისეთი კახური სიხისტე გამომიჩენია, ასე რომ თქვა, თან ჯიუტობა ან რაღაცა გულფიცხელობა. ეს რა თქმა უნდა იქნება, კი არა და ძალიან ბევრის იქნება, მაგრამ მე ამას თქვენიდან ვერ ვგრძნობ ხოლმე, რომ აი ამას ხედავ. თუმცა მე ხო ხედავ ჩემში, ჩემს სიჯიუტეს ხო ხედავ, მაგრამ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ, რომ თქვენი სიყვარულით დააფაროთ ხოლმე ჩემი არასწორი ქმედებები თუ არასწორი მიდგომები, რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ნებისმიერ თქვენთაგანს. და შენობა მინდა გთხოვოთ ღვთის წინაშე, ჯერ უპირველესად რა თქმა უნდა ღმერთს და შემდგომ თქვენ, ჩემი არასწორი საქციელებისთვის, ჩემი არასწორი ქმედებებისთვის, თუნდაც სიტყვით, თუნდაც საქმით, თუნდაც ნებით ან უნებლიეთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შენდობას გთხოვთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ღმერთმა და ღმერთმა შეგინდოთ თქვენ, გაგაძლიეროთ და გამიმრავლოს თქვენი თავი. მადლობა ღმერთს დღევანდელი მსახურებისთვის. ხსნაირად არ ვიცი თქვენ რამდენად განიცდით თქვენ ამას არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ სხვა მსახურებებზე მეტად ემოციურია და რაღაც მგრძნობიარი არის ხოლმე დღევანდელი ჩვენი მსახურებები. ასე რომ იცოცხლეთ, გაიხარეთ, გამრავლდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, შეგინდოთ თქვენს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ერს შეწოდებებით. გაგახაროთ ღმერთმა, იცოცხლეთ და ითხოვეთ. ერთმანეთის იმედი და ერთმანეთის სიყვარული არ მოგვიშალოს ღმერთმა.